და აი დადგა ნანატრის შაბათი დღე და ჩვენც ასე პირდაპირ ეთერში შემოვარდით. გამარჯობა. გამარჯობა ჩემო სოფია. სულ სოფიებზე კალავე ყოფს სტუმრად გადაცემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი რაღაცეები გველოდება წინ და უნდა ვთქვა, მე მგონი ხო, რომ დღეს ვისაუბრებთ ჰოროსკოპების მიხედვით, ვინ როგორი შეყვარებულია, ვინ ვის როგორ ერგება. თუ როგორ და რომ ტიპები განსაკუთრებით ესეთები არიან ყველას თავსებადი ნიშანია. ნეპოტიზმია. ასტროლოგიური ნეპოტიზმი პირველად გავიგე. არის გეთანხმები. ხო და ახლა ბევრს ჩვენ არ ვილაპარაკებ, ვილაპარაკებთ. არ მაგის. ტიპები არ ვილაპარაკებ. ხო, ჩვენ რომ მიგვიშვა ხო იცი. მაგრამ ძალიან საინტერესო ამბავი გველოდება, მაგრამ მოდი სანამ შეყვარებულებზე გადავალთ, პარტნიორებზე, თავსებადობაზე და ასე შემდეგ, პროგნოზი ხო არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაცა საინტერესო მოვლენები გვაქვს. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ პროგნოზი. სხვათა შორის ვაკვირდებით საინტერესო კანონმდებლობას, რამდენი თქვენთან სტუდიაში სტუმრად მოვდივარ. სულ რაღაცა მნიშვნელოვანი პერიოდი ემთხვევა, ესეთ არის ან ახალი მთვარე, ან სავსე მთვარე, ან წინ გვაქვს, ან იმ დღეს არის ზუსტად ან ორი დღით იქეთ-აქეთ. რაღაც ეს გარდამტეხი მომენტია, მოკლედ, მაგრამ აი ხაც პრინციპში ესე ხდება. 27 მაისს ფაქტობრივად რამოდენიმე დღეში ჩვენ გვაქვს ახალთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. ძალიან მნიშვნელოვანი ახალთვარეობა, იმიტომ რომ ახალთვარეობა ეს არის ახალი საწყისი, სიახლეები, მოკლედ ყველაფრის ესეთი დარეფრეშება რო არის შესაძლებელი. ტყუპებისთვის განსაკუთრებით ძალიან მეწოდება ახალი მთვარე. ტყუპების ხელში. მაგარ გაურკვევლობაში იქნება. ახალთვარეობა საერთოდ არის ისედაც ემოციური გაურკვევლობა და ძალიან მოწყვლადია ყველა ადამიანი ახალთვარეს ესე ვთქვათ ემოციურად შიშველი ვართ ფაქტობრივად ახალთვარეობას, ამიტომ თუ კი ცოტა ნერვები დაგვიხდის, ესე ვთქვათ და რაღაც ძალიან გნობიარები ვართ უახლოესი დღეების მანძილზე, მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ, ახალთვარეობა გვეახლოვდება. ამას გარდა კიდევ დამატებითი ბონუს ფაქტორებიც არის, რატომ არის ემოციური საქანელები ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. მთავარია კონფლიქტებში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ახალთვარეს თუ კონფლიქტებით შევხვდით, ფაქტობრივად 6 თვის მანძილზე გარანტირებული გვაქვს ამ კონფლიქტის დაგხოცავთ ყველას. ტყუპები განსაკუთრებით, თუმცა ასევე ვიტყოდი, რომ ახალთვარეობას მეტად უნდა აკონტროლონ საკუთარი ემოციური ფონი, ქალწულის ნიშნით დაბადებულებმა, ასევე მშვილდოსნის და თევზების ნიშნით დაბადებულებმა. მათ განსაკუთრებით გამოვარჩევდი მშვილდოსნებს და ქალწულებს, მათთვის ცოტა თავისებურია ემოციურად, თუმცა თქვენთვისაც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი რაღაც ახლის დასაწყებად. თუმცა ამას გარდა ახალი მთვარეობისა, ესე იგი თან მომყვა მე ესეთი მნიშვნელოვანი ტრანზიტი ქვია ამას ასტროლოგიაში, ფაქტობრივად ესე ვთქვათ, ხვალ 25 მაისიდან, ხვალ არის ხო 25 არამერიოს, მოკლედ. ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტი იწყება ფაქტობრივად 2028 წლის შუა პერიოდამდე სატურნი, პლანეტა სატურნი, რომელიც ასტროლოგიაში არის მთავარი მოთამაშე ფიგურა, ესეთი სრულკალიბრიანია, მოდი ესე გეტყვით, იმიტომ რომ სატურნის ცვლილებებს ყველაფერი მნიშვნელოვანი მოყვება. არა მხოლოდ ადამიანების ცხოვრება, აი ბობოლა მართლა, ესეთი მომგვარებელია. მოყვება სტრუქტურული ცვლილებები, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სტრუქტურებში გადაცვლილებები, მოკლედ ეს არის ესეთი მოთამაშე ასტროლოგიაში, რომლის ცვლილებებსაც, როცა ერთი ნიშნიდან მეორეში გადადის, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების შლეიფი მოყვება და ესე იყოფა იქამდე და იმის მერე. 25 მაისს სატურნი შედგამს ფეხს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ვერძი პირველი ნიშანია ზოდიაქოსი და ამიტომ სატურნი იწყებს ახალ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივად ეს ვთქვათ, ძალიან დიდ ციკლს შეიძლება ითქვას. ამიტომ ყველაფერი რაც აქამდე იყო გაურკვეველი, ვერ ხვდებოდით, გვეშინოდა ქაოსში ვიყავით, აი ყველაფერი ფორმას მიიღებს ახლა. ფორმას მიიღებს, გამოაშკარავდება, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დრო აჩქარდება. თუმცა აქ შეიძლება იყოს ასევე აი ეგოს მატება, ეგო გაიზრდება ადამიანებში და რასაც აქამდე ვითმედით ან გაურკვევლად ვიყავით, აი ხლა მოგვინდება აი ჰოპ და გადავხდეთ. სატურნი ვერძში რო გითხრათ ჰოპ გადავხდით, მაინც და მაინც არ მიესალმება, იმიტომ რომ მას ასე უყვარს, რომ თუ კი შენ გინდა რომ შენი თავისუფლებისთვის, ესე ვთქვათ, იბრძოლო და რაღაც შენი უფლებებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ექნება ამის სურვილი, რომ აღარ მინდა ისე როგორც ადრე, გადაწყვიტე რომ მორჩა
შევცვალო და ჩემი ცხოვრება ჩემ ხელში ავიღო. სატურნი ამბობს ეს რაღაც იჩქარე ნელა, მოკლედ, იმიტომ რომ კარმა სატურნი, კარმა არის მიზეზშედეგობრივობა, რასაც დასდას, იმას მოიმკი. ამიტომ, ყველა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახება და ამიტომ გავაკეთებ ესეც მოკლე პროგნოზს, სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, ძალიან საინტერესო ხალისო თემა გვაქვს. ვის აისახება ყველაზე მეტად ეს ცვლილებები? პირველ რიგში ეს არის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი, პოლიტიკური ფაქტორი, მოკლედ სოფლიოში გლობალურად, ანუ ეს ძალიან ისეთი იმიტომ გითხარით, სხვილი კალიბრიანი მოთამაშეა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ცვლილებების მომსწრევი იქნებით, განსაკუთრებით ახალდელი პერიოდიდან სექტემბრამდე. იმიტომ რომ აქ გააკეთებს პირველ აკორდებს სატურნი და ჩვენ დავინახავთ ფაქტობრივად დემო ვერსიას 2026 წლის დემო ვერსიას გვიჩვენებს ახლა ეს თქვა რა შეიძლება იყოს ანუ გლობალური ცვლილებები შეიძლება ძალიან გლობალური ცვლილებები კი აუცილებლად კი გლობალური ცვლილებები ძალიან გლობალური ცვლილებები იქნება განსაკუთრებით აისახება ყველაზე მეტად ვინც იგრძნობს ამ ყველაფერს და დიდი გამოწვევები და ეს დიდი გოულები ესე ვთქვათ ბჭყალებში შეგითხრათ ელოდება წინ ზოდიაქოს იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ვინც არის ვერძის ნიშნით დაბადებული, თავად ვერძის ნიშნით დაბადებულებთან ყველაზე მეტად აისახება, მათ აქვს საშუალება გააჩნია რა ასაკის არიან ეს ადამიანები, ხო ყველა ასაკის ადამიანი გვეხურებს ჩვენ, თუ კი თქვენ დასრული ბრძანდებით და თქვენ ცხოვრებაზე დასრული გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ, ბევრი დაოჯახდება, ბევრი სტატუსს მიიღებს. ძალიან ბევრი ადამიანი საბოლოოდ დაასრულებს და მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც ბოლო 2 წლის, 2-3 წლის მანძილზე იყო მათ ცხოვრებაში, ბევრთან ეს ჯანმრთელობის პრობლემაც არის, მინდა გითხრათ და საბოლოოდ მოხდება ფიქსაცია, გამოჯანმრთელება, მკურნალობის მნიშვნელოვანი გზების მოძებნა, მენტალურ ჯანმრთელობას ეხება სხვათა შორის. ბევრთან შეიძლება გარემოცვა, მაგრამ ძირითადად, როდესაც სატურნი მოდის მზის ზოდიაქოში, ანუ ვერძის ნიშანში მოდის, ეს არის სტატუსი. ძალიან ბევრი დაოჯახდება. ძალიან ბევრი ადამიანს აქვს შანსი დაოჯახდეს, თუ კი თქვენ ცხოვრებაში აქამდე არ ყოფილა მაგალითად მნიშვნელოვანი სტატუსი, შეიძლება ეს იყოს დაოჯახება, თუმცა ასევე ელოდეთ კარიერულ ძალიან მნიშვნელოვან ვერძის ნიშნით დაბადებულების განსაკუთრებით. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ექნებათ კარიერაში, კირჩხიბებს, აი რომ დაჩაგრე შენ თავიდან კირჩხიბებს პირიქით ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აქვთ კარიერაში. განსაკუთრებით ივნისის მეორე ნახევრიდან თქვენი ეგო დაიბუსტება, ესე ვთქვათ, გაიზრდება. თუმცა ერთ რამეს გეტყვით, თუ კი თქვენ ამ 2 წელიწად ნახევრის მანძილზე შეგეშინდებათ სიმაღლეზე ასulis, კარიერულ სიმაღლეზე ასulis და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მიღების ცვლილებების, ანუ კარდინალურად უნდა შეიცვალოს მიმართულებები, თქვენი წარმოდგენები, ვინ ხართ, რას აკეთებთ, რას წარმოადგენთ. ანუ მოკეთ დაცემის თუ არ შეგეშინდებათ, რომ ნებისმიერი წაბორძიკება იმისთვის არსებობს, რომ უფრო მაღლა აწახვიდეთ. კი, ანუ კითხებებთან იქნება თვისობრივად ცვლილებები კარიერულ ფაქტორში, თუმცა გარკვეულწილ წაბორძიკების ხარჯზეც და აი ამის არ შეგეშინდეთ. არ არის პრობლემა. ცოტა თუ წაიბორძიკებთ, ესეც თქვენი ეს თქვენ გამოცდილებაა და უფრო მეტ სიმაღლეზე არ ხართ. თავარია არ შეიკეტოთ ემოციურად, როგორც თქვენ გახასიათებთ ხოლმე ძალიან ემოციური ადამიანები არიან კირჩხიბები, ამიტომ წარუმატებლობაზე ძალიან რეაგირებენ, კრიტიკაზეც რეაგირებენ. ძალიან მნიშვნელოვნად აისახება თხის რქებთან, ისინი შეიცვლიან საბოლოოდ რაღაც გაირკვევა უკვე მათ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. თხის რქებთან პრინციპი შეიძლება ითქვას სრულდება ფაქტობრივად 3 წლიანი პერიოდი გაურკვევლობის, გაუგებრობების, მიმართულების კუთხით კარიერაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ თხის რქასთან ასევე გამოიკვეთება კონკრეტული ფაქტორები და ახლა თქვენია ბურთი და მოედანი. თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. აი პიროვნულად თხის რქებთან, ანუ თვითონ წვეთე. ანუ გაურკვევლობა усრულდება. კი, усრულდება გაურკვევლობა და გამოცოცხლება იწყება, პულსი ჩნდება. ბევრთან შეიძლება იყოს ემიგრაციაც, ანუ საცხოვრებლის შეცვლას, რაღაც ძრავქონებას ეხება და კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე, ვისთანაც ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვნად აისახება, ვისთანაც ახლა იწყება, ეს არის სასწორი. სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანთანაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ბევრთან ეს არის ზუსტად პირადი პარტნიორული, ოღონდ არა მხოლოდ სასიყვარულო, ეს არის ბიზნესი, ეს არის ყველა პოტენციური ადამიანი, ვინც თქვენი პარტნიორია, მაგალითად შეიძლება იყოს პოტენციური დამქირავებელიც. ჩემი რჩევა არის ესეთი, რომ ego წამოწიეთ წინ. ნუ შეგეშინდებათ, მოითხოვოთ, იმიტომ რომ თქვენი ხასიათისეთი თვისება აწონე დაწონე, გაითვალისწინე, ხათრიანი იყავი, არასთქმა გვიჭირს. ცუდ, ესე ვთქვათ, სამსახურს გაგიწევთ, დათურს სამსახურს და ასევე ჩემი რჩევა იქნება, არ შეგეშინდეთ ავტორიტეტების, იმიტომ რომ ნებისმიერი ავტორიტეტიც ჩვეულებრივი ადამიანია და აქედან გამომდინარე, საკუთარ თავში ამოზარდეთ ეს შინაგანი ავტორიტეტი. დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს არ შეეხება, აქაც ცოტა არეულად მივყვები, მაგრამ ყველას ეს ვიტყვი.
ძალიან მნიშვნელოვანი კარგი პერიოდი იწყება ტყუპებისთვის. იმიტომ რომ ტყუპისთვის სატურნი შედის მათთვის ძალიან მეგობრულ ნიშანში, იმიტომ რომ ტყუპები და ვერძი, რაკა ვერძში შედის სატურნი, ფაქტობრივად დიდმამიშვილების ფაქტორი არის, მაგათ, აი მე და ჩემი უფროსი დედმამიშვილი. აი ეს დიდი უფროსი ძმა რომ გფარველობს, ესე ვქოთ. მოკლედ. ხელს რო წაკრავს. ანუ სატურნი შეუძლია ისეთ როგორც უფროსი ძმა გფარველობს, ოღონდ ყველაფერს შენ მაგიროთ არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბენეფიტები გაქვს, მაგათ, მიწი გამოგივა. мотивация არის, საჭირო ადამიანებს გაიცნობთ, ავტორიტეტი ადამიანები იქნებიან თქვენს ცხოვრებაში, ვისაც აიცდათ შეუძლია ეს ხელი წაკრათ, მაგათ და წინ გატარონ. ამიტომ შესაძლებლობების ძალიან მნიშვნელოვანი ფანჯარა იხსნება ტყუპებთან, აქაც იგივე, იმიტომ რომ სატურნი ასტროლოგიაში კარიერულია, საერთოდ ძირითად კარიერულ ამბიციებს შეესაბამება, ამიტომ თუ თქვენ ამბიციები გაქვთ, თქვენი აკვე ბურთი დამოედანი, იმიტომ რომ ივლისიდან უკვე თქვენს ნიშანში შედის პლანეტა ურანის, რომელიც კიდევ უფრო მეტად აჩქარებს თქვენ ცხოვრებაში ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება და ზურგის ქარია უკვე ანუ თქვენთვის ეს ორი ძალიან დიდი ბენეფიტია ტყუპებისთვის. რაც შეეხებათ მერწყულის ნიშნის დაბადებულებს, საკითხი ჰაერის ნიშნებს ვსაუბრობთ, ის სასწორზე უკვე თქვი, მაგრამ ტყუპები მერწყულის სასწორი და აი ეს ნიშნები არიან მოკლედ ჰაერის ნიშნები, ამიტომ მერწყულზეც უნდა ვთქვათ, მერწყულის ნიშნით დავდებული ადამიანები შეიძლება მივხვდნენ რომ დაიღალენ რაღაც კონკრეტული ვალდებულებებით და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომელსაც აქამდე პრინციპულად ხელს არ უშვებდნენ მაგალითად და შეიძლება ეს მათგან მთელ თავის რესურსს ითხოვდა, აი ხელს გაუშვებენ და მშვიდად ცხოვრების სურვილი გაუჩნდებათ. და შეიძლება აღმოაჩინონ რომ აი ეს მშვიდად ცხოვრება გაცილებით უფრო კარგი ყოფილა მათთვის, ვიდრე რაღაცა დიდი ამბიციები და ამ ამბიციებისთვის ჭიდაობა მაგალითად. ამიტომ აქაც რაღაც გარკვეულწილად ეგოს გადახედვა წავა მოკლედ და შეიძლება მივხვდნენ რომ პრიორიტეტები შეიცვლებათ, ფასეულობათა სისტემა შეიცვლებათ, შეიძლება ესე ითქვას. რაც შეეხებათ პრინციპში სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე ვისაუბრეთ, რაც შეეხებათ ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთანაც ასევე ეს არის მეგობარი სტიქია, იმიტომ რომ ვერძი და ლომი მეგობარი ნიშნებია, ცეცხლის ნიშნები არიან და ვერძის ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასევე მშვილდოსნებსაც ექნებათ საშუალება ცოტა თავბრუცკი და ეხოთ შეიძლება წინსვლის შანსებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ კარგი შანსები გაგიჩნდებათ წინსვლის. თუმცა ლომის შემთხვევაში ეს არის ზუსტად ის, რომ შეგიძლიათ გადაალაგოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი და სამსახურებრივი, ასე ვთქვათ, მოცემულობა, გაბედოთ შეიძლება რაღაც თქვენი დაიწყოთ პირადი დაიწყო თქვათ კერძოდ თქვენი საქმიანობა, ასე ვთქვათ, წაიყვანოთ წინ მაგალითად რაც აქამდე ძალიან გინდოდათ და ვერასდროს ვერ გაბედეთ. შვილდოსნებთან არის საშუალება პარტნიორულ ურთიერთობებში განვითარდნენ, რაღაც ახალი დაიწყო შეიძლება მათ შემთხვევაშიც, ესე რომ აქაც გარკვეული ესეთი კარგი ბენეფიტებია, მინდა გითხრათ, ცეცხლის ნიშნებთან, განსაკუთრებით ცეცხლის ნიშნებს ეხებათ, ანუ შვილდოსანს და ასე ვთქვათ, ლომს გაცილებით მეტი ბენეფიტები აქვთ. ვერძი უბრალოდ პასუხისმგებლობის წინაშე დადგება, ანუ მისთვის ეს არის დიდი გოულებიც, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობებიც. რაც შეეხება ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ქალწულის და კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათზეც უნდა ვთქვათ, ეს მიწის ნიშნები არიან. ქალწულთან უკიდურესად დიდი ტრანსფორმაცია მოდის, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოდის, მინდა გითხრათ, ეს არის ძალიან დიდი ამბიციები დიდ შემოსავლებზე. უღონდ ამ ყველაფერთან ერთად სწორედ უნდა განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები, თქვენი რესურსები, პირველში ადამიანური რესურსი, იმაზე მეტი არ უნდა აიღოთ თქვენს თავზე, იმაზე მეტი არ უნდა დადოთ სასწორზე, ვიდრე დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენ ეს გინდათ გჭირდებათ გამოგივათ და ასევე გირჩევდით, კარგად გადახედოთ იმ პასუხისმგებლობებს, რაც ხვების მაგივრად გაქვთ აღებული, იმიტომ რომ შეიძლება მიხვდეთ, რომ მომავლისკენ სავალ გზაზე და თქვენი ოცნებების შესრულებისკენ რაღაც კონკრეტული პასუხისმგებლობები, რომელიც ბოლო 3-4 წლის მანძილზე გქონდათ წამოკიდებული, გიშლით ხელს. ვიღაცასთან შეიძლება განქორწინებაც იყოს და უკან შეიძლება იყოს მოტოვება ასევე ამ პასუხისმგებლობებს. კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ შემოსავლების წყარო შეცვალონ. აქაც არის ახალი კონტაქტები, ახალი ადამიანი, მოკლევადიანი გადაადგილებები, ძალიან კარგი საშუალებაა, მოკლედ რომ გამოიყენოთ ჩანსი და რაღაც გარკვეულ სტარტაპებს მიყვეთ და შეიძლება ეს უცხოეთსაც უკავშირდებოდეს სწავლას, განვითარებას, დოკუმენტაციას აუცილებლად. მე მგონი არავინ დაგვრჩა, თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები, არ დაგვავიწყეთ. თევზებთან აუცილებლად უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორი მოვნიშნო. თქვენთვის იწყება 2 წელიწადნახევრიანი მნიშვნელოვანი პერიოდი, პრინციპში სექტემბრამდე უნდა დააკვირდეთ, ეს არის პირველი დემო ვერსია ფაქტობრივად, რომ უნდა დაზოგოთ თქვენი რესურსი და უნდა სწორად მოახდინოთ საკუთარი რესურსების ინვესტირება. არ გაგიკვირდეთ, რომ
თვითონ თქვენს ორგანიზმმა უნდა შენელება, უნდა გადაალაგოთ პრიორიტეტები, უნდა სწორედ დაალაგოთ ეს პრიორიტეტები და თქვენი რესურსი პირველ რიგში ადამიანები, თუმცა ფინანსური რესურსით უახლოესი 2 წელიწად-ნახევრის მანძილზე სწორად უნდა დააბანდოთ. არ უნდა შეგეშალოთ ეს, უნდა მოუფრთხილდეთ, მოკლედ ყველანაირ რესურსს, მათ შორის ჯანმრთელობას ეცხვათ შორის. მე მგონი შულდოსანი და მორიელი დაგვრჩა. მორიელი არ ვთქვი, მორიელი არ ვთქვი, შულდოსანი, მორიელი არ ვთქვი, იმიტომ რომ მორიელის გადაკიდება ჩემტერს. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ საშუალება თვისობრივად გააუმჯობესონ შეცვალონ სამუშაო გარემო. ბევრთან შეიძლება თვითონ სამუშაოს პრინციპი, შეიძლება შეიცვალოს სამსახური, მაგრამ შეიძლება პასუხისმგებლობის მოვალეობის ფაქტორი ბევრთან გაუმჯობესდება, თუმცა აქაც თქვენი ამბიციების ხარჯზე. თქვენ ეს უნდა მოითხოვოთ, არ უნდა მოგერიდოთ, თუ კი თქვენ ზემდგომი ბრძანდებით, ძალიან კარგი საშუალება გაქვთ გადააკომპლექტოთ და გადაახალისოთ გუნდი, ჯგუფი, კოლექტივი, ისე რომ ბევრად უფრო ეფექტურად წავიდეს მუშაობის პროცესი და ასევე ზოგიერთი შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ტექნიკური აღჭურვა, მაგალითად თუ თქვენ ხართ ზემდგომი, შესაძლებელია მოხდეს სამუშაო სივრცის ახლებურად, ესე ვთქვათ, ტექნიკურად გადაწყობა, რაღაც რემონტიც იყოს შეიძლება, მაგალითად გაუმჯობესებაც იყოს შეიძლება, ასევე თქვენ შემთხვევაში ძალიან კარგი პერიოდია ჯანმრთელობის კუთხით გაუმჯობესების მხრივ. ოღონდ აქაც ეს არის ცხოვრების წესი და არა უშუალოდ ექიმი და მკურნალობა, ამიტომ ბევრი მორიელის შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეს საკითხი. დღის რიგში ყველაზე ვთქვით, მე მგონი, თუ ვინმე გამოგრჩა, მე მაპატიეთ, მაგრამ მე მგონი არავინ გამოგრჩა, იმიტომ რომ მაინც ისეთ ტრანზიტია ესე ვერ მივყვებოდი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და ახლა ჩვენს თემაზე უნდა გადავიდეთ. ეს თემა პრინციპში არის ყველა ასტროლოგიის პრაქტიკაში ყველაზე მოთხოვნადი, იმიტომ რომ ადამიანების 99%-ს პირადი ცხოვრება ტკივა. ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც ესე ვთქვათ, დავიბადე და წყვილი ვიპოვე პრინციპით ცხოვრობს, ეს ასე არ ხდება. ამას თავის ლოგიკა აქვს ასტროლოგიურად, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი, ვისაც ჩვენ ვიზიტავთ ცხოვრებაში, თუნდაც გული გვეთკინოს, იმიტომ რომ ერთხელ მაინც ყოველასთან ხდება ესეთი ამბავი, თუ ბევრჯერ არა. ეს არის ჩვენი სარკე, ფაქტობრივად, ანუ იმ თვისებების კომპენსაცია, რომელსაც ჩვენს თავში უარყოფთ, არ ვაღიარებთ და ასტროლოგია არის ზუსტად სულის ინკარნაციის და განვითარების პრინციპი და ჩვენი პარტნიორები სარკეში გვახედებენ. ანუ ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ გვტკენს, მოდი ასე ვთქვათ, და რაღაც დისკომფორტს იწვევს ჩვენში, ჩვენი კარმული პარტნიორი სარკეში გვახედებს და მისი მეშვეობით ვიზრდებით და ჩვენი თავის შეყვარებას და არჩევას სწავლობთ, იმიტომ რომ თუ თქვენ არ გირჩევენ, ესე იგი თქვენი თავის არჩევა არ იცით თქვენ თვითონ. იმიტომ რომ ვინც არ გირჩევს, ის თავის თავს ირჩევს. აქ ახლა ძალიან ღრმა მიზეზებია, კიდე რატო ირჩევენ ადამიანები სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩენას და ტანჯვას და ესე ვთქვათ, არავის არ უნდა ესე გაცნობიერებულად, მაგრამ ჩვენი გენეტიკური სცენარები ძალიან ხშირად გვიფიცგებს ასევე ამისკენ, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრები თვის ხშირად ურთიერთობები აღქმული იყო როგორც ტანჯვა, არ დაგავიწყდეთ უამრავი ბებიები და დიდი ბებიები ყავს 15-16 წლისებს რომ მათხოვებდნენ და სულ არ ეკითხებოდნენ, უნდა თუ არა, საერთოდ ოჯახი ზად იყვნენ თუ არა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი გავრდებული გენეტიკური სცენარი გვაქვს და ეს ჩვენ გადმოგვეცემა სამწუხაროდ გენეტიკური აღქმის მეშვეობით და ჩვენც იგივე დისკომფორტებსაც ვეძებთ. თუ გავაცნობიერებთ, მივხვდებით, რომ ტანჯოს სიყვარული არ არის. ეს პატარა შესავალი, მოკლედ ხარ შეიძლება ზოდიაქოს ნიშნით დავადებულ ადამიანებს, ну რა თქმა უნდა, ვერძის უნდა დავიწყო. ვერძის ნიშნით დავადებულ ადამიანებს შეიძლება მეომრები არიან, პირდაპირ გეტყვით, ვერძი არის მონადირე, თავის ბუნებით ეს ცეცხლოვანი ესე ვთქვათ ხალხია, რომელიც ცხოვრობს პრინციპით, მივედი, ვნახე, გავიმარჯვე. ამიტომ ესეთი პრინციპი არის, თუ კი გინდათ რომ ვერც თავი მოაწონოთ, როდესაც მას მოსწონხართ და გამოხატავ სიმპათიას, სხვა შორის ქალბატონები ძალიან ინიციატივიანები არიან და თუ მოწონხართ, ბევრს არ იფიქრებს და პირდაპირ გეტყვით, მინიმუმ გაგზნობინებთ, თუმცა შეიძლება პირდაპირ გითხრათ, არც ეგ არ არის გამორიცხული. სანამ მოსწონხართ, უნდა რქებით დაიჭიროთ რა. იმიტომ რომ შეიძლება მოწონხართ დღეს და ხვალ თუ კი თქვენ რაღაცა ძალიან დისტანციას დაუჭერთ და ბევრს იფიქრეთ აწონის და რა ვიცი, მოგეთ მომავალში საერთო იპოთეკის აღების გეგმებს შეადგენთ, შეიძლება ისე დაიკარგოთ, უკანაც არ მოგხედოთ, შეიძლება იმიტომ რომ ვერძი სულ მოძრაობს, სულ წინ მიდის, მისი ინტერესების სფერო არის ესეთი ამოუწურავი და მუდმივად აქვს რაღაც მიზანი, ადამიანი მიზანი, სამსახური მიზანი და ერთ ადგილს არ ჩერდება და არ შეუძლია უბრალოდ იჯდეს და ელოდოს ვიღაცა როდის აირჩევს. ანუ აი ვერც აქვს ზუსტად ის თვისება, რომ საკუთარი თავის არჩევა კარგად შეუძლიათ ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ამიტომ ჩემი რჩევა არის ესე, თუ გინდათ ვერც მოეწონოთ, შეყვარებულ მონას ნუ დაემსგავსებით, არ მოწონდეთ. უნდა იყოს ცოტა იდუმალებით მოცული, დამოუკიდებელი. თამამი შემტევი ვერძებს ძალიან მოსწონთ. შეიძლება გეჩხუბოთ, იმიტომ რომ ძალიან კონფლიქტური ხალხია.
და თუ მაგალითად პირად სივრცეს დაურღვევ და რაღაცა ესეთ პირდაპირ მიაჭრი ესე ვთქვათ, რომ აი მომწუხარ შეიძლება თავში რამე მოხდეთ, მაგრამ ამას დააფასებს. იმიტომ ეს ხალხი მოსწონს, ნახეთ, არ მოსწონთ ვერძებს სუსტი ადამიანები, მამაკაცებს იგივე ხება და ქალბატონებსაც. ანუ მის გვერდით თქვენ თვითონაც უნდა მოძრაობდეთ. აუცილებლად იმოძრავეთ, რომ გზაში დაიკარგებით მაგ. კურას ნიშნი დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება და საერთოდ განსხვავებულია სიტუაცია. ეს არის ხალხი ოჯახისთვის, მოგეთ. თუ კი თქვენ გინდათ სტაბილური მეორე ნახევარი, ერთ-ერთ ყველაზე ერთგული ხალხი ზოდიაქოა, მინდა გითხრათ, თუმცა ეს ხალხი ძალიან დიდი ხნის მანძილზე აკეთებს არჩევანს. აი ვერძივი დავინახე მომეწონა, ესე ვთქვათ, მე აღარ მომეწონა და გადავედი სხვაზე, ეგეთი არ ახასიათებს. კურო ძალიან დიდი ხნის მანძილზე გეჩვევათ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გირჩევთ, ამიტომ ეგრეთ წოდებული ეს მისკდომა, რომ რაღაცა დააჩქაროთ და აი მე გადაწყვიტე სასწრაფოდ, არ მოსწონს, დაიმალება სავარაუდოდ ემოციურად დაისტრესება. უნდა მისცეთ დრო, უნდა მისცეთ იმის დრო, რომ შეგეჩვიოთ, უნდა მისცეთ იმის დრო, რომ თვითონაც გაიხსნას ურთიერთობაში. სხვათა შორის ჩახუტების ხალხია, მინდა გითხრათ, ძალიან მყوار ტაქტიკური შეგრძნებები, სითბოს მოყვარულები არიან, თვითონ ძალიან თბილები არიან, ძალიან მოსიყვარულეები არიან, ძალიან კომფორტული ადამიანები არიან, ჭამა უყვართ სხვათა შორის და მათი ზუსტად მათი სიყვარულის თემა კუჭზე გადის, ვიგეთყვით. მაგრამ ეს არის ყველაზე სტაბილური ხალხი და კიდევ ერთ პატარა ესეც საიდუმლოს გეტყვით, მოგეთ. სუნი ყნოს ვაქვს ძალიან საოცრად განვითარებული და მას აი ფორემონებით აღიქვამენ პარტნიორს და შეიძლება არ მოეწონოს ადამიანის სუნი მაგალითად ის სუნამოზე არ არის საუბარი არ ვერ გააგრძელებს ურთიერთობას ძალიან სენსიტიური არიან მასთვის კუთხით მოგეთ იმახსოვრებენ კიდეც ადამიანებს სუნით შეუძლიათ დაიმახსოვრონ ტყუპები მოდი ცოდვა გამხელი ჯობია გეტყვით რომ ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ესე თქვა პარტნიორებად მე ესე არ ვთვლი მინდა გითხრათ იმიტომ რომ მე თვითონ ვერძი ვარ და მე მრავალფეროვნება მიყვარს და ტყუპების ხასიათი ჩემთვის ძალიან მისაღებია იმიტომ რომ არ შეუძლიათ ანუ ტყუპებს ყოველად დებენ პრინციპში ბრალს იმაში რომ აი არ არიან სტაბილურები ტყუპი ძალიან სტაბილურია თქვენ თუ იქნებით მრავალფეროვანი მაგრამ თქვენ თუ ერთფეროვანი ხართ და ყოველდღე ერთი და იგივე და რაღაც რუტინაში აიძულებთ ყოფნას რა თქმა უნდა მოძებნის მრავალფეროვნებას ერთნიშნულად. ბრაკნას. კი, რა თქმა უნდა, ტყუპი არის პარტნიორი 3-1-ში, ან 5-1-ში, მოგეთ, ანუ ყველაფერი შეიძლება იყოს დღეს ესეთია, ხვალ ესეთია, ზეგი ესეთი მეგობარიც არის, მეუღლეც არის, თანამებრძოლიც არის, ყველაფერი შეუძლია იყოს ესეთი მულტიფუნქციური პარტნიორია და ყველაზე მნიშვნელოვანი, აქაც ეს პატარა საიდუმლო ტყუპებს რომ შეუყვარდეთ, ვიზუალი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც არის მნიშვნელოვანი თქვენი მენტალობა. გონება. მათთვის, ესე ვთქვათ, ჭკვიანი ადამიანები, არა მხოლოდ ჭკვიანი, აი მხიარული, კარგი იუმორის, გზნობის მქონე ფასობენ იმაზე მეტად, ვიდრე, რავი, რაღაც სექს სიმბოლოთა კატეგორიის. მაგალითად, რომ ტყუპთან უნდა ილაპარაკოთ, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა გაუცვალოთ. კი, რა თქმა უნდა, ზუსტად. ანუ, თუ კი მოკეთ ტყუპები გინდათ შეინარჩუნოთ, ჯერ გინდათ მოხიბლოთ, მერე შეინარჩუნოთ, ეჭვიანობას არ გისჩევთ, აზრი არ აქვს უბრალოდ, ციყურით ერთ ყურს შეუშვებთ, მეორე და გამოუშვებთ და ვერაფერს ვერ შეძლებთ. ეს ჰაერის ნიშანია და ჰაერის ჭიქაში ვერ მოამწყდებთ, აზრიც არ აქვს მის კონტროლს. აყევით მის სიმსუბუქეს, იმიტომ რომ ეს ძალიან კომფორტული პარტნიორია, მინდა გითხრათ, სადაც გინდა წამოყვებათ, ნებისმიერ დროს დაურეკეთ, ყოველთვის მზად არის, ძალიან მარტივად ადაპტირდება, ამიტომ იმდენი ბენეფიტები აქვს, რომ ჩემთვის მაგალითად ძალიან კომფორტული ადამიანები არიან. თავარი დაარეკე და თქვი. კი, რა თქმა უნდა, ილაპარაკეთ, იმიტომ რომ ტყუპი მოლაპარაკეა საერთოდ მერკურის ნიშანია, ამიტომ აი ესე გავიბუტე ჩემთვის და შენ თვითონ მივხვდი, რომ რაზე მე რა მეწყნია, ვერ გაიგებს და არც იდარდებ დიდად პრინციპს ზუსტად. რა შეეხება კირჩხიბებს აი ეგ უკვე მეორე აი ეს არის გავიბუტე და შენ თვითონ მივხვდი რა მეწყინა და მე შენ თვითონ გამოასწორე მე არ გეტყვი ოღონდ კირჩხიბები არიან მეოჯახე ადამიანები არიან ძალიან დიდი დოზით მესაკუთრეები ბუტია ხალხია ოღონდ სასწაულად მოსიყვარულე აი შეუძლია დაგახრჩოს თავის ზრუნვაში და სიყვარულში ძალიან უყვართ ოჯახის წევრების განებივრება თუ ესე ვთქვათ კერძების მომზადება მამაკაცებს ხოთ შორის საოცრად კარგად რეალებენ სამზარეულოში მე ვიტყოდი რომ კირჩხიბის ნიშნის და მამაკაცი ფაქტობრივად მონაპოვარია როგორც მამა და როგორც მეუღლე, იმიტომ რომ დედაზე უფრო მეტად ზრუნავს ბავშვებზე და საოცარი მამები არიან, აი ესენი იზრდიან მამიკოს გოგოებს და მამიკოს ბიჭებს. მაგრამ კირჩხიბი არის მესაკუთრე, არის ეჭვიანი, არის ბუტია.
ეხა კიდევ ერთი ესეთი ყავს მორიელის დრამებს გაგიმართავთ და კიჩხიბი დრამებს არ გამართავს, ესეთი ბრუტალური სცენარით არ წავა რა თქმა უნდა თქვენი ურთიერთობა, თუმცა შეიძლება გაიბუტოს. ასევე უნდა დააკვირდეთ იმას, რომ თვალის ფაზები მოქმედებს მათზე, შეიძლება რაღაც მომენტში აუხსნელად მოიწყინოს და უხასიათოდ იყოს, უნდა დაანებოთ ესეთ დროს თავი, თქვენზე არ ბრაზობდეს შეიძლება, უბრალოდ თვალის ფაზები მოქმედებს, თვარე ივსება თუ ესე ვთქვათ, ახალი მთვარეა, შესაბამის ენერგიაზე არიან და ამიტომ შეიძლება იყოს უხასიათოდ, უხეშიც იყოს შეიძლება გაგებუტოთ შეიძლება, მაგრამ თუ კი მის გვერდით იქნებით ჩორი ახლოს უბრალოდ არ შეაწუხებთ, თვითონ მოვა და საკუთარი, ესე ვთქვათ, ნებით მოგიხდით კიდეც ბოდიშს და ძალიან მოსიყვარულე და აი ოჯახის ადამიანები არიან, კარგი მეუღლეები, აი თუ ჩვენ ვამბობთ ტრადიციულად ოჯახის ადამიანს, აი კიჩხიბი ქალი, კიჩხიბი მამაკაცი, საოცარი დედები, საოცარი მამები, უკეთ პატრიოტი ხალხია ზოგადად, ასევე საკუთარი ოჯახის მოყვარულები და ნათესავების და რა ვიცი, მოკეთ ყველაზე ზრუნავე. ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანს რაც შეიძლება ცეცხლის ნიშანია. ეს არის მეფე და დედოფალი. ამიტომ ნუ ახლა თქვენ თუ გინდათ რომ ისე თქვა შეესაბამოთ, პირველ რიგში უნდა კარგად გამოიყურებოდეთ საპარადე. ეს ყუპებს ხომ გონება შეიძლება თქვენი გონება შეუყვარდეთ. ლომს უყვარს თქვენი თავდაჭერის მანერა, როგორ გამოიყურებით, სასურველია ბრენდული სამოსის გეცვათ, რაღაცას წარმოადგენდეთ, მოკლედ ესეთი უნდა იყოთ. ლომი ძალიან იჭვიანია, მამაკაცი განსაკუთრებით და არც კი უნდა გააპაროთ თვალისადმი გვერდით, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ გვერდით გაიხედეთ, მაგრამ იქ ვიღაცას იპოვის ვიზიცია ჭვიანას და თან არ ღალატობენ, არ პატიობენ ღალატს, მინდა გითხრათ, ძალიან პრინციპულები არიან, იმიტომ რომ ძალიან რეაგირებენ მეორე ხარისხოვან როლზე. მაშინაც კი როცა შვილები ყავთ, ბავშვებზე წინ თქვენი მეუღლე უნდა იყოს, განსაკუთრებით მამაკაცი ლომი არის თქვენი მეორე ნახევარი. ეს იმას არ ნიშნავს. კი, ერთგულია, თუ ნახეთ, ლომი არის მეფე. და აი როგორც ჩვეულებრივ ლომს ზარმაცია მივხვდი სახში თუ თავის დედოფალი ყავს ახალ ვიღაცა ფისუნიებზე არ ინადირებს რა მივხვდი ეზარება მივხვდით ანუ ბუნებით ზარმაცი ადამიანები არიან აი რაღაცა თავის ცხოვრების რიტმით და ესე კარგად და ლამაზად და პომპეზურად ცხოვრება უყვარს და თუ კი პარტნიორი ყავს შესაბამისი რომელიც სულ აქებს ადიდებს და ასე თქვა არაზოს არავიწყო ფაფარს ვარცხნეს არავიწყლება კომპლიმენტები უთხრას ნაკლებად იმიტომ რომ ფიქსირებული ნიშანია საკმაოდ ესეთი ერთგული ადამიანები არიან, ოღონდ ძალიან რეაგირებენ მეორე ხარისხოვან როლზე და თუ მეორე ხარისხოვნად აგზნობინეთ თავი, მაშინ შეიძლება უბრალოდ იმიტომ რომ გაჩვენოთ რა დაკარგეთ, გადაინაცვლოს სხვაზე. და ამიტომ ხშირად ხდება რომ ლომებს ხშირად რამდენიმე ოჯახიც აქვთ, იმიტომ რომ ლომს უყვარს გულით და აი ესეთი თავის თავს უძღვნის თავის არჩევს, ვთქვათ, რჩეულს. ოღონდ კვარცხლბეკზე შემოსვამს და ვაი თქვენი ბრალი იქ თუ არ მოგწონს, ან შეგამჩნიათ მაინც რომ იქიდან ჩამოსვლა გინდა. ამიტომ მოკეთ მე ძალიან მიყვარს ლომები, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ლომის მართვა. საოცრად რეაგირებენ შექებაზე. აი ზედა ტანი რო აცვია რაღაც ლამაზი რო უთხრა, ვაიმე რა ლამაზი გაცვია. აი შენია, მივხვდით ხო? ანუ ძალიან მარტივია, ბავშვურები არიან, გულიანები არიან, თელ სამყაროს ფეხქვეშ გაგიგებს, ოღონდ უთხარი რომ აი ის არის ერთადერთი და რავი რა უნდა ახლა ამას კომპლიმენტები უთხარით ხოლმე, რა ვიცი. გაახარეთ ადამიანს. ნუ დაინანებს რა. ეხლა რა შეიძლება მომდევნო ნიშანს, იქ უკვე სირთულეა, მივხვდით? იმიტომ რომ ქალწულია მომდევნო ნიშანი. ქალწული ზოდიაქო წარმოშობს ყველაზე პრეტენზიულ ადამიანებს, ვინც გვისმენს ახლა ალბათ გაიცემა და ამეთანხმება. ეს არის ხალხი, რომელიც ზომავს, ზომავს და სულ აქვს ესეთი შეგრძნება, სულ ხუმრობ ხოლმე ქალწულებზე, ეს არის მეთქი ხალხი, რომელსაც აქვს პრინციპი, მილიონს რომ კაპიკი აკლია, ის მილიონი არ არის. კაპიკია ამ დროს, ხო? ანუ თუ არ არის დარწმუნებული, რომ მისი არჩევანი იდეალურია. თვითონ შეუძლია შესთავაზოს პარტნიორს იდეალური რაღაცა სრულყოფილი. არა ისჩევს, შეუძლია მარტო დარჩეს, ამიტომ წარმოშობს ზოდიაქის ეს ნიშანი ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ შედის წყვილში. ну ოფიციალურ ქორწინებას გულისხმობ. მარტოს ძალიან კარგად ზნობენ ხშირ შემთხვევაში თავს. შეიძლება არ გზნობენ მარტოს თავს კარგად, მაგრამ აი ისე რას
ისევ მარტოობა ურჩევნიათ. ასევე ესენი არიან ძალიან კრიტიკული და მომთხოვნი ადამიანები. აი ყველაფერს ამჩნევენ, აბსოლუტურად ყველაფერს ამჩნევენ, გაკრიტიკებენ, გითითებენ, ასენუშები ამ დროს დაიძინე, ეს ჭამე, ეს დალიე, ეს მოიქეცი. რეალურად მათი რჩევები საჭიროა, პირდაპირ გეტყვით, რასაც გირჩევენ, ეს ყველაფერი საჭიროა. მართლა თქვენზე ზრუნვა, იმიტომ რომ ძალიან მზრუნველი ხალხია. თუ აგირჩიათ, აი შემოგეწინებათ, კი. ოღონდ ცოტა შემაწუხებელია, იმიტომ რომ ხანდახან, რა ვიცი, უბრალოდ გინდა იცხოვრო და არ აკვირდებოდი ამ დეტალებს, რომ აი ეს გამოგრჩა, აი ეს გააკეთე, ის გააკეთე, ჯანსაღად იცხოვრე, რა ვიცი, ხა არიან ადამიანები, ვისაც ეს არ მოწონს, მიხვდი? ანუ ყველას თავისი შეხედულება აქვს, როგორი ცხოვრობს და ქალწულები ცხოვრობენ გრაფიკით, კონკრეტულ დროს იზინებენ, კონკრეტულ დროს იღვიძებენ, ამ გრაფიკს არასდროს არ გადაუხვევენ, აღშფოთდება თუ თქვენ ამას, ესე ვთქვათ, არის რაღაც ასაკიდან იწყება ეგეთი გრაფიკები და ძირითადად ესეთები არიან დაბადებიდან, იმიტომ რომ ისინი ძალიან კარგად ამჩნევენ დეტალებს და რომ ამჩნევენ ამ დეტალებს, იმჩნევენ კიდეც, ანუ მათთვის უფრო მნიშვნელოვანია დეტალები. აი სხვა სიტყვებით რო გითხრათ, ხეებს მიღმა ტყეს ვერ ხედავს ადამიანი. ხეებს ხედავს, მაგრამ ტყე რო არის, მასშტაბში ყურების პრობლემა აქვს. თუმცა შეიძლება შეგხვდეთ ქალწული აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, აბსოლუტურად უდისციპლინო, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ძალიან უბედურია მინდა. ეხლა ვეძებ ჩემი შვილი, რომელს განეკუთვნება რა. ოღონდ პერფექციონისტები არიან და განწყობილების მიღება და პასუხისმგებლობა ძალიან აშინებთ. ოღონდ ხშირად გონიათ, რომ ქალწული არის უპასუხისმგებლო. არ არის ესე. პირიქით ჰიპერტროფირებულად პასუხისმგებლიანი ტიპია და იმის გამო რომ ეშინია რომ გააკეთოს და ვერ სტანდარტებს ვერ შეწყვდეს და ის სტანდარტი ვერ დადოს. თავისივე დაწესებულება. ურჩევნია რომ საერთოდ არ გააკეთოს. მიხვდით, წაგების იმდენად ეშინიათ, იმდენად ძალიან თვითკრიტიკული ხალხია. და ამიტომ სხვებს უაკრიტიკებენ, იმიტომ რომ ქალწული ყველა უნიშნელო დეტალს ხედავს და უნდა რომ ყველაფერი იდეალური იყოს, ყველაფერი დაალაგოს, გაწმინდოს, მოაწესრიგოს და ადამიანებიც ეგრე უნდა მიხვდი, ანუ თავის დაუნებურად აკეთებს ამას, რომ უნდა რომ დაგალაგოს. დაგილაგოს ტვინი, დაგილაგოს ცხოვრება. სადღაც დაბლა, სინამდვილეში აუცილებლად აქვს, იმიტომ რომ მინიმუმ დეტალებს ამჩნევს ძალიან კარგად. არიან ძალიან ერთგული მეორე ნახევრები, შეიძლება ითქვას ალბათ კუროს მერე ერთ ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია, იმიტომ რომ სხვათა შორის ქალწულის მერკურის ნიშანია ტყუპები და ძალიან დიდ პატივს უსცემს ჭკვიან პარტნიორს, გონიერს, ვისთანაც შეიძლება რაღაც განიხილოს ამ მომავალ გეგმები დასახო და რაღაც ეს ველური დრამები და ჭკვიანობის სცენები ცოტა არ იყოს აშინებს და არც ესმის. ანუ არ ესმის რა საჭიროა საერთოდ, აი ეს რაღაც დრამა და მიფკიცე რო გიყვარვა, ვერ ხვდება, მეხუთი ამ ყველაფერს და ძალიან ესეთი ლოგიკური და ობიექტური ტიპია. თუ კი გადაწყვიტე კიდეც რომ აგირჩიოს, შეიძლება მაგალითად ერთად ცხოვრების რაღაც გეგმა შემოგთავაზოს, რომ აი ამას ვიზამთ ასე ამ დროს გავაჩენთ შვილებს, რა ვიცი მოკვეთის. ანუ ვიღაცა შეიძლება ეს არ მოეწონოს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მშრალი მიდგომა. აი ჩვეულებრივი კალკულაციის ტიპია რა, აი კალკულაციას აკეთებს ურთიერთობაში და ეხლა ლომისთვის მაგალითად ისეთი ადამიანები ვის ემოციები ცხოვრობს და სიყვარული მისთვის რაღაც აღმაფრენა ცოტა მოსაწყენია, ვიცით? ანუ ცოტა მოსაწყენია ეს ტიპი, რომ რავი, სიყვარულის კალკულაცია არ არსებობს ეგეთი რამე, მაგრამ ქალწულის ცდილობს ხო გერებით ემოციებიც კი კალკულაციას დაუქვემდებაროს და რაღაცა გათვალოს წინასწარ, რომ აი რა ვიცი 20 წლის მერე აი ესე ვიქნებით, მიხდი? აი და მართლა უყვართ ეგრე, ანუ შეგათვლათ უყვართ ნაბიჯის გადმა. კიდევ ერთხელ ვისთვის როგორ მიხდით? თუმცა ძირითად შემთხვევაში საკმაოდ უკარება ხალხია და ძალიან დიდი ხანია საჭირო იმისთვის, რომ ის ინდობა მოიპოვო და შავის ცხოვრებაში და გულთან ახლოს ხო საერთოდ მიგიშვას. როგორც წესი, გულის წინ ყოველთვის თავი დგას მაგაცვის და ანუ გონებით თუ აგირჩიათ, მადლობა უთხარით. გულთან ახლოს შეიძლება მაინც არ მიგიშვათ. თუმცა ამით თვითონვე იტანჯებიან, რო იცოდეთ, იცით? იმიტომ რომ ძირითადად ქალწულებს აღიქვამენ როგორც ძალიან ცოტა ტვინის პინცეტ მეორე ნახევრებად, მოკეთ, რომელიც სულ რაღაც თვითმაყოფილოა და აი სახლდალაგებული არის, იმას ესე არ აკეთებს და ანუ თვითონაც იტანჯება ამით. განა ესე უნდა რომ გაწყენინოთ, უბრალოდ ეგეთი ტიპია. მეხუთი არ შეუძლია, უნდა რომ დაგალაგოს, დაგილაგოს, მოგიგვაროს და ვერ გაუგია, შე რატო არ მოგწონს ახლა ეს ყველაფერი. ამიტომ თუ მოგწონთ ქალწული, მოემზადეთ, დიდი ბატლი გაქვთ მოკეთ წინ და არ გამოგივათ ან არა კიდე. ესე ვთქვა. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დავდებოდა, სასწორი ცხოვრობს სიყვარულით. ეს არის პარტნიორობის ნიშანი. სასწორს წყვილი ჭირდება, იმიტომ რომ წყვილი ყავდეს. ვინ ყავს არა, გვერდით. აი, წყვილში უყვარს, აი, მისთვის წყვილი მარტო არ იყოს. ანუ თავისთავი უყვარს ხვის სიყვარულის პრიზმიდან. იმას უყვარვარ, მეც ჩემი თავი მიყვარს და რა კარგია მოგეთ. ანუ იმიტომ რომ ერთადერთი ნიშანია, სხვა შორის სულ ხუმრობ ხომ ერთადერთი ნიშანია, რომელიც არ არის ცოცხალი.
ცოცხალი, ნივთია. მიხვდით? ანუ ყველა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანი ცოცხალია, ცოცხლები არიან. და სასწორი ის ფასეობის სისტემა ყოველთვის გადის იმაზე, როგორ შეაფასებენ სხვები. და ძალიან ბედნიერია, როცა ეუბნებიან კომპლიმენტს. ოღონდ თვითონ ძალიან უყვართ კომპლიმენტები, ძალიან გალანტურები. სასწორებს ცნობ იმიტომ, რომ საოცრად ლამაზი ხალხია, ყველაზე ლამაზი ხალხი ზოდიაქო, ყველაზე ლამაზ ადამიანებს წარმოშობს. ლამაზი რო არ იყოს, საოცარი შარმი აქვს, აი ესე ვთქვათ, იცნობ. სხვათა შორის კუროს და სასწორს იცნობთ კიდევ იმით, რომ იცინია ლუყები ეჭხლტება, ეს ფუსები უჩნდებათ ხოლმე. შენ გავლენ აგაკ როგორ ჩანს, იმიტომ რომ ან ნიკაპი ან ლუყები. ზირდა ეს არის ვენერას საფირმო ნიშნები, ვენერა მართავს ამ ზოდიაქოს. სასწორი არის ძალიან დიპლომატური ვერიდან უხეშობა, უხეშ პარტნიორი გაიქცევა ეგრევე, მოკლედ. თუმცა მამაკაცის შემთხვევაში ქალბატონებს ურჩევთ გამოიჩინეთ ინიციატივა, ოღონდ ცდილობიანაც. იმიტომ რომ იმდეს იფიქრებს, გადაწყვეტოს, არ გადაწყვეტოს, ან თქვენ მოგწყვინდებათ, ან მას მოწყვინდება ბოლოს. ამიტომ გადაუწყვეტეთ, უთხარეთ, მოიფიქრე რამე, მოკლედ. იმიტომ რომ შესაძლებელია ძალიან კარგად იმოქმედოს, მამაკაცები განსაკუთრებით მიესალმებიან, რო იცოთ ინიციატივიან პარტნიორებს, უბრალოდ რაღაცა ხმალამოღებული და მათრახიანი არ უნდა იყოს ადამიანი, იმიტომ რომ უხეშობას ვერ იტანებ. თვითონ ძალიან კულტურული ადამიანები მე მიყვარს სასწავლები, იმიტომ რომ არასოდეს ზედმეტს მაშინ არ გადმოდიან. რა ყოველთვის ძალიან დილობიანებიან, მაშინაც კი როცა გეჩხუბებიან, ძალიან დილობიანად შეუძლიათ მიგითითონ ისე რომ შეგარცხინონ, ოღონდ არ ჩხუბობენ. ჩხუბით ვერძი ჩხუბობს პირდაპირ გადმოდის ჩხუბზე. სასწორი ძალიან კულტურულია. მორიელს რაც შეეხება, ეს ის ხალხია, რომელზეც ყველაზე მეტი მოთხოვნა. მინდა გითხრათ. ნოსლაპარაკობთ. არ გამიბრად მორიელი. ბევრს არ უყვარს სხვათა შორის, იმიტომ რომ მორიელი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი, ყველაზე მაქსიმალისტი, რომ მეკითხებიან ხოლმე სხვა შორის სირეთ მეჭუბებიან, გიყვარსო შენ მორიელები, ძალიან მიყვარს ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, ვისაც აქვს გამოკვეთილი ხასიათი, რომ დაიბადა ბავშვს უკვე აქვს ხასიათი, უკვე ხასიათით მოდის რა, რაღაცა ტიპია, ესეთი შინაგანი ენერგიით. ესენი არიან ბრუტალურად სექსუალური ადამიანები. შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, საერთოდ არაფერი არ ქონდეს განსაკუთრებული, მაგრამ თუ მის ინტერესის სფეროში მოხვდით, ისე მოხიბლავთ, ვერ გაიგებთ უბრალოდ როგორ მოხვდით ამ ალყაში. კი ბატონო, კი. იმიტომ რომ ისინი არასდროს გადმოდიან პირდაპირ შეტევაზე, ისინი არიან არაჩვეულებრივი манипуляტორები. დიდი ხნის მანძილზე დაგაკვირდება, შეისწავლის შენ სუსტ და ძლიერ მხარეებს. მე აი როგორც პულტზე ხელს დააჭერ, ხო იცი, ისე გათამაშებს სათამაშოსავი. ეს არის ხალხი, რომელსაც საერთოდ უყვარს ყველაფერი რთული, ამიტომ რთული პარტნიორები მოსწონთ, ემოციურ სიღრმეზე გიждდებიან. აი დრამები ვისაც უყვარს მორიელია. так შორდება, იმიტომ რომ დაიტანჯოს და შეძდაგტანჯოს, გამოცადოს, აბა გიყვარს, რას გააკეთებ, კუბოს კარავდე გეყვარება? მე რა შეგირიგდება ისე, მაგრამ ოდნავ თუ შეგამჩნია რომ რაღაცა ძალიან მშვიდად ხარ, ისევ წავა იგივე წრეზე, იმიტომ რომ მას თვითონც არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება და არც ის არ შეუძლია რომ მისი პარტნიორი იქ არხეინად იყოს და დარწმუნებული იყოს რომ ყველაფერი კარგად არის. ეს არის ყველაზე სექსუალური ხალხი ზოდიაქო. უნდა ვაღიაროთ, მინდა გითხრათ, მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ფაქტორს, ანუ სექსუალურად მიმზიდველი უნდა იყოს მათთვის პარტნიორი, აქ არ არის გონება მომწონდეს, პირიქით ჯობია გაჩუმდეთ, თავარია იყოს სექსუალურად მომხიბლელი, ბრუტალურიც შეიძლება ესე ითქვას. და რაღაცით ცოტა მოსაპოვებელიც, იმიტომ რომ მორიელს უყვარს ის, რაც არის რთული. სამაგიეროდ, ჩემი პატივისცემა, იმიტომ რომ რეალური მაგალითებს შემიძლია გითხრათ, მორიელის სიყვარული არის სიკვდილამდე კი არა. სიკვდილს მერეც, კუბოს კარამდეც იმხელა დოზით იციან სიყვარული. კიდე განვა მათი ერთგულება, მათი თავგანწირვა. ქვესკნელში ჩავა შენთვის. ტყვია შეუშვერ შუბლს, აბსოლუტურად არ შეეშინდება. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამიტომ მორიელებს, მამაკაცებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ თავზე ხელაღებული ხალხია. შიში არ იციან რა არის, აი თუ უნდა მორჩა რა. ქალებიც არ ჩამორჩევია სხვათა შორის, ქალები ძალიან ბრუტალურები და მამაკაცური ენერგიის არიან, მაგრამ დამთავრებულია, მაგრამ დრამებში მაინც იქნება. კი, კაცო, შეიძლება დაშორდე მორიელს და ვერ მოგინელოს ვერასდროს. 20 წელი შეიძლება თვალს გადავნებდეს და ელოდებოდეს, აი როდის წაიქცევი ერთი რომ ჩაგავლოს. კოკოლა მოგაყაროს. აი, მე რო დამშორდი. გიცია კარმა. ძალიან საყვარელი ადამიანები არიან, მინდა გითხრათ და ძალიან მოსიყვარულეა, თორემ ძალიან გრძნობიარეები და ძალიან დიდი დოზი ჭირდება სიყვარული, სექსიც, ყველაფერი, აი ბევრი უნდათ რა, ყველაფერი ბევრი უნდა ცხოვრებაში, ანუ როგორი მადა აქვს, იცი, აი ისე რა არაფერი არ იციან, მაგათ ყველაფერი უნდა ძალიან ბევრი, აი ტყუპები მაგალითად ესეთი ტიპია, მე ხვდი, აი ესე არ დრამატიზირებს და მორიელს დრამა
დრამა. დრამატიზირება. ტანჯვა, ანუ თუ არის ტანჯება, თუ არ ტკივა ემოციურად, ვერ აღიქვამს, რომ უყვარს და უყვარს მიხვდი, ამიტომ ჭირდება ხანდახან გაიჭვიანოს, რაღაც სცენები დაგიდგას, რომ აი დაამტკიცოს, რომ წვალობ, შენ დარდობ, ესე იგი გიყვარვარ, მიხვდი? ანუ თუ შეიძლება თუ ხარ წყარად და უთხარი, რომ კი მიყვარ ხარ, იმ მეორე დღეს ეჭვი შეეპარებ. რა თქმა უნდა, უყვარს, თვითონ ციტანჯება, შენ ციტანჯები, ეს არის სიყვარული მისთვის, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მშვილდოსნებს. ხათ შორის ტყუპებთან ერთად მაგათაც ცოტა ცუდი სახელი აქვს, მინდა გითხრათ. მშვილდოსნები ძალიან მიყვარს მე პირადად. მშვილდოსანი არის ფანტასტიკური შეყვარებული. ხო. აი როცა საქმე ეხება ვალდებულებებს და რუტინას და მოსაწყენ სიტუაციებს, აი ტყუპის მსგავსად, ნუ რას უკაცრავად დიდად ბედნიერი იქ არ არის, იმიტომ რომ მშვილდოსნის სიმბოლო არის კენტავრი, რომ ეს დაკუნტრუშებს წინ და უკან მოკლედ და თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ვისაც აი შეუძლია ეს თქვათ ეგრეთ წოდებული easy going ტიპებს რო ეძახიან, ხო იცით რომ აი დაგირეკა, წავედით სამოგზაუროდ, არ ვკითხულობთ, რა ვიცი. სად მივდივართ, როგორ, რანაირად. მშვილდოსნები არიან გამოუსწორებელი ოპტიმისტები. ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ უყვართ შეყვარებულები ხშირად არიან გულანთებული შეყვარებულები, ოღონდ ყოველ ჯერზე როცა უყვართ, აი რო კითხოთ, ეს არის ბოლო და უკანასკნელი. ერთადერთი შეყვარული, ხო. მაგრამ შეიძლება არ იყოს ბოლო. თქვენ თუ იდეალს არ შეესაბამებით, რა ვიცი, ხა წავა და იპოვის იმას, ვინც შეესაბამება. მე როგორც ვიცი, ტყუპები და მშვილდოსნები კარგი პარტნიორები არიან, მაგრამ ტრისას ისეთი ეს არის ოპოზიციური ნიშნები. ნახე, რაც არ აგერც მეორეს აქვს და პირიქით. ისინი ძალიან კარგად ავსებენ ერთმანეთს, ფანტასტიკური წვლილი გამოდის, იმიტომ რომ ბევრი რამე თქვანან ერთმანეთს მართლაც აი ზუსტად ერთი რაღაც შეხედულებები აქვს, ოღონდ აქვთ რა თქმა უნდა რაღაც პრობლემებიც ურთიერთობებში ნახეთ და ამიტომ აი ტყუპი მაგალითად ცოტა ცინიკოსია, ცოტა ვიწროდ უყურებს რაღაცებს და დეტალებს აკვირდება, მშვილდოსანი უყურებს ფართო მასშტაბში და ეხლა რომ დააკვირდება დღეს რაღაცას გავაკეთებ და ხვალ სიტუაცია არ აქვს რომ გააკეთოს, ბუდიშსაც არ მოგიხდის, მაგრამ 20 წლის მერე როცა იქნება სიტუაცია, გააკეთებს აუცილებლად. შენ თუ ამას შეახსენებ, ტყუპებს უყვართ ცოტა ცინიკური საუბარი შეუძლიათ, გაბრაზდება, მიხვდით? ანუ არ მოსწონს მეწრულმანეობა, ზოგადად მშვილდოსანს. ტყუპს შეუძლია, იცი არის, აი აკენწლოს რა, აი როგორც ამბობთ, ტყუპებს ენა გიჭრით, ახლა მოდი შევთანხმდეთ ამაში და ხანდახან ვერც კი ხვდებით ხოლმე ადამიანს როგორ შევაწყენინოთ, უბრალოდ ეხუმრებით რა. მეტი არა. ეგ თქვენ არ გწყინდო, ამას ხვებს კითხეთ. მშვილდოსნებს კითხავ, მშვილდოსნები ძალიან თავმოყარე ადამიანები არიან, იმიტომ რომ იუპიტერის ხალხი არის უკიდურეს თავმოყარე. მიხვდით, ამიტომ მარც კი გაბედოთ, სახალხოდ უთხრათ, რომ აი შენ რომ რაღაცას დამპირდი და არ გააკეთებ. მორჩა. წითელი ხაზია გადაკვეთილი. ამიტომ არა, აი თუ წყვილში არიან, ამას ვერ პატიობენ ერთმანეთს. თხისრქები ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ პარტნიორებად, თუმცა თხისრქაც ისევე როგორც კურო და ქალწული. ძალიან დიდი ხანი იღებს გაწყვეტილებას და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ნახეთ რა არის, თუ ის არ არის დასრული, თუ ვიღაც არ არის ცხოვრებაში, რაღაცას არ წარმოადგენს, რა ვიცი, ელემენტარული განათლება არ აქვს მიღებული, კარიერაში რამე არ გააკეთა, არის ძალიან ამბიციური ადამიანი და პირად ცხოვრება ძირითადად მათთვის არ არსებობს როგორც წესი, მანამ სანამ რაღაც საკუთარ ფეხზე დადგომას არ სწავლობენ. ხვდებით რა სკოლასთან. ასევე მეორე ვარიანტია რომ ისინი ძალიან აქცევენ ყურადღებას თავად პარტნიორის ესე ვთქვათ სოლიდური პარტნიორი ჭირდებათ. ანუ უბრალოდ ჩემი ყვარდა პრინციპი ძირითადად არ მუშაობს, როგორც წესი, ვიღაც უნდა იყოთ. რაღაცა უნდა გქონდეთ, ან ნასწავლი, მიღწეული, თქვენი პოზიციები უნდა გქონდეთ ცხოვრებაში. რომ თხისქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატუსი გქონდეს პარტნიორს, ნახეთ, ან თვითონ გქონდეს სტატუსი, სასურველი პარტნიორს გქონდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ესე ირჩევს, აუცილებლად აქცევს ყურადღებას პარტნიორის სტატუსს, განათლებას, წარმომავლობას, ხოთ შორის, ასევე ძალიან აქცევს ყურადღებას, ძალიან ტრადიციული ხალხია, მინდა გითხრათ, ძალიან პატივსცემენ ოჯახს, ოჯახურ ტრადიციებს, იერარქიას სცემენ პატივს, აი გაუცნობიერებლადაც კი, მაგალითად, შეიძლება ძალიან დიდი პატივისცემით ეკიდებოდნენ თქვენს მშობლებს, მიხვდით, იმიტომ რომ მათთვის ეს იერარქიაა და ავტომატურად ზრდილობიანები არიან, პატივისცემით ეკიდებიან და ასევე ეკიდებიან ოჯახსაც, როგორც იერარქიას და ცოტა პირქუშები არიან ისე ურთიერთობაში, დიდად რო გითხრათ უწი-პუწი ემოციის გამოხატვა არ უყვართ, არც გამოსდით, მაგრამ ფიქრობს რომ რა ვიცი ხა თუ აგირჩიათ აი ჩელენტანოს პრინციპია მიხვდით ჩელენტანო თვითონ თხისკა ერთხელ ხო გითხარი მიყვარხარო და თუ რამე შეიძლება გაგაგებინებ ანუ ეს პრინციპი აქვს თხისკებს აი პრინციპულად ზუსტად აი ეს პრინციპით არიან ურთიერთობებში ამიტომ ახლა თქვენ თუ დრამები გიყვართ მაინც თხისკა მიაგეთ მორიელებს კი შეგძლებთ ერთზეც კითხებს დაგვრჩა მერწყულისთვის დაბადებულ ადამიანებზეც ვიტყოდი რომ ძალიან რთულია მათი
ქორწინებისკენ არ არიან მიდრეკილი. ანუ სადაც არის სტატუსი და შტამპი და ბეჭედი და ბორკილი, იქიდან გარბიან. ძირითად შემთხვევაში წყვილში შედიან ისეთ ადამიანებთან, ვისთან დიდი ხანი მეგობრობენ. ამიტომ თუ მოგწონთ მერწყული ემეგობრეთ. ემეგობრეთ, შეეცადეთ რომ გქონდეთ საერთო ინტერესები. ოღონდ მერწყული არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ხისგან განსხვავებით ტრადიციების საერთოდ არ აინტერესებს, არანაირი იერარქია არ აინტერესებს. რაც უფრო არასტანდარტული ხართ, რაც უფრო საზოგადოებას გამოწვევას უდებთ, მაგალითად არ ცხოვრობთ ისე როგორც ყველა და არ გინდათ ყველაფერი ისე როგორც ყველას და ჩაცმულობაშიც კი პრინციპში თუ არასტანდარტული ხართ, სიმპათიები ეგრევე თქვენკენ არის. ეგრევე მოიწონებით. აი, თუ რაღაცით გამორჩეული თეთრი ყვავი ტიპი ხართ, ესეთი პრინციპით, უკვე მისი ფავორიტი ხართ. ჯერ დაინტერესდება ოღონდ. არ უნდა შეაშინოთ, უნდა დაინტერესდეს. მერე იმეგობრებს უკვე თქვენთან, თუ ისეთივე საინტერესო და არასტანდარტული ხართ, როგორც ვიზუალურად შეგამჩნია. აი, მერე უკვე წლები რო გავა, ბევრი წლები. შეიძლება დაფიქრდეს იმაზე, რომ ამასთან კომფორტულად ვარ და რა ვიცი, ერთად ხო არ ვიცხოვრობთ. ოღონდ ქორწინება, აი რო გითხრათ ესე სტატუსი დიდად არ არიან ამ კუთხით ესეთი მიუხედავად იმისა რომ არიან ძალიან ერთგული მეორე ნახევრები არ არიან ადამიანები რომ მაგამდე მე უკვე და პლუს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის რომ არ შეუწყოთ თავისუფლება სადაც უნდა წავიდეს როცა უნდა მოვიდეს რაც უნდა აკეთოს თვითონაც აბსოლუტურად არ არიან იჭიანები აი შეუძლია 20 წლით გაგიშვათ სადღაც და არ კონდეს ის განცდა რომ აიმე ეხა შენ იგრამეს ხوار გააფუჭებ კი მერწყული კი ხუპებს უგებენ ფანტასტიკურად იმიტომ რომ ზუსტად ის არიტანჯები რა ისე შეგისწავლა და ისე გემეგობრება რომ თავის თავს ვერ აკადრებს მივხვდი რომ რაღაც იჭიანოს და დრამაში იყოს იმიტომ რომ საერის ოღონდ ძალიან ჯიუტი ხალხია იცოდეს და შეიძლება რაღაცა ურჩიო თავი დაგიქნიოს ბედნიერი ღიმილი წავიდეს მაინც იგივე გააკეთოს და შენ ეს არ უნდა გეწყინოს იმიტომ რომ ის თulis რომ ასაკ უფლება მოიქცეს ისე როგორც უნდა არჩენ არ გაწალებს ოღონდ ყველაზე მთავარი ეგ არის და თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები ახლა გავარჩიოთ ერთმანეთსგან ქალები არიან ძალიან თავგანწირულები აი ვისაც ისმის აი სიყვარული ქვეყნის დასალიერში წამოყვები და ავტოვებ ყველაფერს მოკლედ არ ვიფიქრებ ჩემ თავზე პირობოთ მიყვარხარ არის თევზები ეს არის ხალხი რომელიც ძალიან ხშირად ირჩევს ისეთ პარტნიორს რომელიც რაღაცით დასახმარებელია არის შეიძლება ფიზიკურად უჭირს მორალურად უჭირს ძალიან ხშირად იწყებენ რომანებს ისეთ დროს როცა პარტნიორი არის მორალურად გატეხილი მიხდი არის რაღაც დაშორდა ვიღაცას და თევზები არიან არაჩვეულებრივი ფსიქოლოგები ფსიქოლოგიური ნარები აქვთ ბუნებით აქვთ ეს და ძალიან კარგად ისმით სხვა ადამიანის ტკივილი ოღონდ სიტყვების გარეშე ჩამოგიჯდება და ხვდები რომ შენ რო გტკივა იმასაც ტკივა შენ რო ტირი იმას ისიც ტირის მიხვდით ანუ არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი გრძნობს იმიტომ რომ ეს თითი ხალხია რომ ბევრი სიტყვები არ ჭირდება თუ კიდურესი ემპათია აქვთ იმიტომ რომ თევზებს ნეპტუნი მართავს ესენი არიან დაბადებიდან უკიდურესი ემპათია ადამიანები პრობლემა უბრალოდ ის არის რომ თქვენთან ერთად სხვა შეიძლება ეცოდებოდეს მაგალითად ყოფილი რომელსაც რაღაც გაუჭირდა და თქვენც უყვარხართ მაგრამ ის წეწოდება მამაკაცებში ხდება ეგ სოციალის თევზების ნიშნით დაბადება მამაკაცმა მითხრა რომ რატო არ შეიძლებაო რომ ჩემი ყოფილიო ახლანდელიო და მომავალში ვინც იქნებაო მეგობრობდენო რა ყველა მიყვარსო ყველასთვის მეყოფაო ემპათიაო მიხსენ ძალიან საინტერესო ხარ ხა შეიძლება მეტიც იყოს გაჩნია სიტუაციებს მაგრამ ძირითადად ემპათიით იწყება ძირითადად იწყება სურვილით ადამიანს დაეხმარო ჩაიხუტო უთხრა რომ მე შენი ტკივა მოგეთ ხა მე შეიძლება გავითარება ქონდეს მაგ ყველაფერს ნუ მაგას ვერ გამოვრიცხავს თავისთავად თუმცა თევზები თვლიან რომ ემპათიით დაიწყეს და არაფერია საშინელება ამაში მაგრამ ძალიან კარგი მეგობრობა სხვა შორის აი მამაკაცი თევზების ნიშნით დაბადებული ფანტასტიკური მეგობარია ქალისთვის აი ისეთი მეგობარია ბევრი ქალი მეგობარი რო ვერ იქნება და ერთადერთი რაც აქვთ ნაკლი ესე ვთქვათ შეიძლება ნაკლს ჩავთვალოთ ქალის ინიციატივა ყველაფერი მანდ ნახეთ ანუ მომხრეც არის რომ ქალმა აიღოს ყველაფერი თავის თავზე თვითონ გაიკეთებს ყურსასმენებს усმენს მუსიკას ბედნიერად მაგალითად ცხოველები უყვართ მუსიკაზე გიждდებიან და ნუ თუ არ შეუწუხებენ გულს რაღაც მოვალეობთ რომ თევზები მოგითხრათ დიდად დისციპლინის ხალხი არ არის რა თქმა უნდა ხა დისციპლინებულებსაც ხვდებით და ამბიციურებსაც გააჩნიათ დღისით თუ არიან დაბადებული ბევრად უფრო ცეცხლოვანები არიან და ძალიან მამაკაცურებიც აი თუ ღამით არის დაბადებული ის უნდა ეძებო ხოლმე სად არის იმიტომ რომ სადღაც არის და არ იცი უყო ტელეფონი გამორთული აქვს და არაფერს აფუჭებს ოღონდ შეიძლება სათევზაოდ არის უბრალოდ წასული მაგრამ არ გაგაფრთხილად არ უნდა შეგიშინდეს რა დაბრუნდება
ამიტომ ძალიან კომფორტული ხალხია, ხშირად შორის აი თუ ერთჯერ ქვეშ ცხოვრობ, შეიძლება ვერ იგზნოთ სად არის. ანუ ძალიან შემჩნევლები არიან ხშირად. აი თავისთვის არის სადღაც მიყუჩებული, უსმენს რაღაცას ფილმს უყურებს, ასე ვთქვათ, ძინავს, შეიძლება ძილი უყვარს, სხვა შორის ძალიან უყვარს ძილი. ძალიან ერთ-ერთი ზოდიაქის ნიშანია, რომელიც სტრესის დროს მაშინ მიდის და იძინებს ძირითად შემთხვევაში, ან ნუ ცუდი ვარიანტია სასმელიც, ძალიან უყვარს სხვა შორის სასმელი და მეგობრობენ, მინდა გითხრათ სასმელთან, იმიტომ რომ ძალიან გზნობიარე და სათუთი ხალხია და ამ სამყაროს სისასტიკეებს რო გითხრათ, ეხლა ძალიან მარტივად უსწორებენ თავს ვერა. ამიტომ უჭირდებათ რაღაც სადღაც უნდა გაიქცეს. რაღაცან ვიღაც ძინავს ვიღაც არა, უფრო რაღაც ხშირად, ხო, რაღაც თერაპია ჭირდებათ. ბევრი სხვა შორის ძალიან კარგად ხატავს, ძალიან კარგად უკრავს, იმიტომ რომ ეს ხელოვანი ადამიანების ნიშანია. ნუ ძალიან კარგია ამაში თუ გარბიან და არა სადმე უფრო ცუდში, თქვა ალკოჰოლს, იმიტომ რომ ხშირია რომ უყვართ, ალკოჰოლი უყვართ, ყველას უყვართ, მეტნაკლებად უყვართ, იმიტომ რომ ნეპტუნი თევზების მმართველი ალკოჰოლია და დაბალ ვიბრაციებში ალკოჰოლიც უყვართ, მაგრამ არსებობს უკეთესი ვარიანტები და ჩემი რჩევა იქნება, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ამ ვარიანტებს ერთი რასაც გირჩევთ, უბრალოდ რეალობას თვალი გაუსწორეთ და ნუ აღიქვამთ ესე ემოციურად. რომ მათ არ უყვართ სასტიკი რეალობა, ძალიან თქუნებიან, ძალიან გზნობიარე ხალხია, უხეშობაზე რეაგირებენ, წარუმატებლობაზე რეაგირებენ, ადამიანების გულობაზე. გაუსწორონ თვალი. კი, მე მგონი ხშირად ჩვენც უნდა გაუსწოროთ რეალობას თვალისათვის. თვალებიცაც ვხედავთ თევზებს, ხშირად რო იცოდეთ. ჩვენც გაუსწოროთ ეხა რეალობას და მივხვდეთ რომ ნუ აღარ დაგვრჩა. მე ვფიქრობ რომ საკმარის მეტიც ვისაუბრეთ, არა, გადასარევი იყო მართლა, ძალიან. კი, გეთანხმები აუცილებლად, ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, არ გეშვიდობები, იმიტომ რომ კიდე გელოდები ჩვენთან ეთერში. ისეთი კარგი მოსასმენია ეს, ბევრი რამე გავიგეთ, კი. რამდენიმე ჩავინიშნეთ. ხო, და ეხლა ჩვენს ტელემოყურებელს კარგი რეკლამა შევთავაზოთ. ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ძალიან საინტერესო თემით ეთერში. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ გავაგრძელებთ ეხლა ჭორაობას. დროებით. და აი დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩემო ანა, ჩემ ძირფასო ტელემოყურებელო, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ახლა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერი EVEX-ი იქნება ჩვენი თემა და პროექტი, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტს თავაზობს ადამიანებს და ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, თეა მეფარიძე, EVEX-ის დირექტორის მოადგილე, ადამიანების ბრენდის და ხარისხის მიმართულებით, ხო? ეს ყველაფრის მიმართულებით, ასე ვთქვათ. გამარჯობა, თეა, როგორ გამიგოთ? მადლობა, კარგად. მადლობა მოწვევისთვის. ვისაუბროთ ახლა ამ საინტერესო წამოწყებაზე ერთი დღე ჯანმრთელობისთვის, ხო? ასე ქვია პროექტს, რომელსაც თავაზობთ კომპანიებს? კი, ეს არის პროექტი, ანუ ჩვენ თებერვალში გავაკეთეთ რებრენდინგი, რომელიც თავისთავად არ გულისხმობდა მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას და სიღრმისეულად შევისწავლეთ ჩვენი პროცესები და ამ რებრენდინგის პროცესში დაგვებადა იდეა, რომ უფრო მეტად გამოგვეხატა ზრუნვა ჩვენი, ასე ვთქვათ, მოქალაქეებისთვის და შევქმნით ესეთი პროექტი ერთი დღე ჯანმრთელობისთვის და რას გულისხმობს ახლა ეს პროექტი. ჩვენი კორპორატიული კულტურა ძალიან ესეთი მრავალფეროვანი არის და მუდმივად გვაქვს სხვადასხვა სახეობის შიდა პროექტები თანამშრომლებისთვის და ერთ-ერთი პროექტი არის EVEX-ის ბენეფიტი. ეს EVEX-ის ბენეფიტი თანამშრომლებისთვის გულისხმობს, რომ ნებისმიერ სერვისზე, რაც გვაქვს EVEX-ში, შეუძლიათ მიიღოთ ფასდაკლებით. ეს პროექტი ჩვენთან ფაქტიურად წლებია ცოცხლობს და რო ვაკვირდებოდით, ჩვენთვის ეს იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ბიძგი, რომ ჩვენ თანამშრომლებს მეტად ezrunat თავიანთი ჯანმრთელობისთვის. შემდგომ უკვე ეს პროექტი განავრცელეთ მათი ოჯახის წევრებზე, რომ უკვე გაგვეშალა, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა და არ დაკმაყოფილდით და ახლა უფრო გაიშალეთ. იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ადამიანები ქმნიან ბრენდს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხმის მოსმენა და მათი კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროექტს რო ვაკვირდებოდით, დღითი დღე ანუ სტატისტიკურად აქტიურდებოდნენ ჩვენი როგორც თანამშრომლები, ასევე მათი ოჯახის წევრები და ეს იყო ერთ-ერთი ბიძგი, რომ პრევენციულად ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე. ზოგადად ადამიანები, რასაც უყურებთ, ძირითადად მოდიან, როცა რამე აწუხებთ. კი ბატონო. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ახალი რებრენდინგის ფარგლებში ჩვენი
საკომუნიკაციო სტრატეგია არის თავს მოუარე, ანუ ამ მესიჯით, ასე ვთქვათ, მოძრაობთ უკვე. მიაჩვიოთ ადამიანები. კი, და მეტად ვაფიქროთ, რომ თავს დრო დაუთმო ჯანმრთელობას და შევქმნით ეს არიან ადამიანები და კომპანიები მუშაობენ დრო არ აქვთ უბრალოდ, ხო? ეხლა კი ბატონო, აი ეგ არის რომ მიხედო შენ თავს ახვიდე გამოკვლევებზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საკმაოდ დროს მოითხოვს, ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი წავიდე ვიყიდე, იმიტომ რომ საკმაოდ საჭიროებს დროს რომ მიიღო სერვისი და ის კვლევები ჩაიტარო, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ეს პროექტი, ჩვენი მხრიდან ორგანიზაციებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას უწესებთ, ასე ვთქვათ, შრომის კოდექსით ყველამ ვიცით, რომ 24 სამუშაო დღე გვეკუთვნის დასვენება და ერთი დამატებითი დღე გამოყონ თავიანთი თანამშრომლებისთვის, 25 დღე წელიწადის ნებისმიერი დღე აჩუქონ და ჩვენის მხრივ თავაზობთ ყველა სერვისზე, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევები, სპეციალისტების კონსულტაცია, მაღალტექნოლოგიური კვლევები, კატე, დენსიტომეტრი, ან ნებისმიერი პირველად ჯანდაცვის სერვისები, რაც არსებობს, 40%-იან ფასდაკლებას. მხოლოდ ეს მოთხოვნა გვაქვს, რომ ერთი დღე ნამდვილად მისცენ ეს 25 დღე, რომ თანამშრომელმა თავის თავზე იზრუნოს. ბოდიში გაგაცხადე, ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში და როგორ, აი რა ფორმით ხდება ჩართვა? შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერ კომპანიას საქართველოში. ჩვენ EUX-ი ყველაზე დიდი მიმწოდებელია პირველადი ჯანდაცვის 400,000-ზე მეტი, ასე ვთქვათ, მომხმარებელი გვყავს. თბილისში გვაქვს 10 ფილიალი, 11 უფრო სწორედ და ასევე რეგიონებშიც. ამ ფილიალების მასშტაბით, სადაც ენდომებად შეუძლიათ მიიღონ სერვისი, ჩვენ შაბათ-კვირასაც მუშაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ესეთი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად რთულია, რომ მხოლოდ სამუშაო დღეებში მიმართონ კლინიკას. ამიტომ შაბათ-კვირასაც ხელმისაწვდომობა გავზარდეთ და უბრალოდ გვიკავშირდებიან ჩვენ სოციალურ მე ვარ კომპანიის ფლობელი და უშუალოდ ყავს თანამშრომლები. უბრალოდ გიკავშირდებით და გეუბნებით, რომ კაი, ჩემი თანამშრომლები მინდა, რომ მოვიდნენ გამოკვლევაზე. კი ბატონო, გვიკავშირდებით, ჩვენი ძვირფასი თანამშრომლები დებენ მემორანდუმს აფორმებენ თქვენს კომპანიასთან და მე თქვენი კომპანიის თანამშრომლები მათზე მორგებულ ნებისმიერ დღეს მოდიან და იღებენ და მოვედით კი არა? არა, ყველას როცა სულს. რა მაგარია. ჩვენთვის თავარია გქონდეს მემორანდუმი, ვიცოდეთ ვინ არიან მათი თანამშრომლები და შესაბამისად ყველა თანამშრომელს მათთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია წელიწადში ერთხელ მოვიდეს და ამ ფასდაკლებით ისარგებლოს. თეა, როდის იწყება ეს პროექტი თუ უკვე დაწყებულია? ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი 2 დღის წინ უკვე დავაანონსეთ ამ პროექტის შესახებ. ანუ უკვე დავიწყეთ და შემიძლია დაგიკავშირდეთ? კი, ნებისმიერ და რამდენზე გაგრძელდება? ეს პროექტი სულ გვექნება, ვთქვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მისია, როგორც ყველაზე დიდი პროვაიდერის, რომ ვუბიძგოთ ხალხს, რომ ჯერ პრევენციულად მიმართოთ ჯანმრთელობას და ვიზრუნოთ ჩვენ თავზე. შესაბამისად ეს პროექტი, ამ პროექტს ვადა არ ექნება. და კი ვახსენეთ კვლევები, მაგრამ მაინც უფრო დეტალურად მაინტერესებს, რა კვლევებს მოიცავს ეს ერთი დღე ჯანმრთელობა? ეს კვლევები იქნება შეგაწყვეტილებათ, რა კვლევებს მოიცავს და არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე, როგორც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში მოვდივარ თქვენთან, ავირჩიო. თუ თქვენ თავაზობთ მე რა ეს ჩვენ არ გთავაზობთ, ჩვენ გვაქვს სერვისებზე ვისაუბრებ პირველ რიგში ალბათ გვაქვს პირველადი ჯანდაცვის ყველა სერვისი, პირობითად ოჯახის ექიმი, სპეციალობები, გინეკოლოგია, კარდიოლოგია, ნებისმიერი სერვისი, რაც პირველად ჯანდაცვას უკავშირდება, რა თქმა უნდა გვაქვს ლაბორატორიული კვლევები, რომელიც ასევე ყველა კლინიკაში გვაქვს, გარკვეულ კლინიკებში გვაქვს კატე, რომელიც მაღალტექნოლოგიური კვლევა არის, დენსიტომეტრია გვაქვს, ნუ ეხოსკოპიებზე და მსგავს პროდუქტებზე აღარ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა გვაქვს. და მეორე კითხვა, რაც თქვენ დასვით, თქვენ თვითონ ირჩევთ, იმიტომ რომ თქვენი ასაკიდან, სქესიდან, საჭიროებიდან გამომდინარე მოგზანდებით და ჩაიტარებთ, რასაც საჭიროთ ჩათვლით. რამდენსაც მინდა? აი, ეგ კაი კითხვაა. ჯანმრთელობას როდესაც ეხება, ერთ დღეში შეიძლება ვერ მოვასწროთ ყველაფერი. იმ დღეს
პირობითად ოჯახის ექიმი რა კვლევებსაც დაგინიშნავთ, ან რა ყველაზე საჭირო გასაგებია. იმ დღიდან გამომდინარე 2-3 კვირის განმავლობაში შეძლებთ, რომ იგივე ფასდაკლებით მივიღოთ, იმიტომ რომ ერთხელში ფიზიკურად შეიძლება ვერ მოასწროთ, ან ვერ დაჯავშნოთ ყველა საჭირო სერვისი, ამიტომ ერთჯერადად ყველა სერვისი ეს ფასდაკლება გავრცელდება. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ წამოწყებისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამ საინტერესო ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა და ჩვენ ამასობაში არ წახვიდეთ ჩვენთან ერთად იყავით ძალიან საინტერესო საინფორმაციო გამოშვებას გავყურებინებთ ახლა პირველებს. და ჩვენ ისევ დავბრუნდებით ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილით. დროებით. სალამ. დავბრუნდით დასხე. დავცხებ, ხო, დავცხებ, იმიტომ რომ ძალიან კარგ ადამიანზე უნდა დავცხოთ, ახლა ასე ვთქვათ. მინდა გავაცნო ჩვენს მაყურებელს. ხელოვანი, რომლის ცხოვრების გზა საქართველოდან იწყება და ამერიკის თანამედროვე არტ სცენამდე მიდის. ლოლა ჯიბლაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტია, რომელიც ნიუ-იორკში მე როგორც ვიცი 19 წლის წინ წავიდა და ექსპერიმენტულ და მრავალფეროვან ხელოვნებაში ჩაერთო. ლოლას მე ესე არ ვიცნობ, შორიდან ვიცნობ და ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან ნიჭიერი და კარგი გოგოა ვიცი და ძალიან ბევრი წარმატება მინდა ვუსურვო და ისიც ვიცი რომ 5 ივლისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა ბროდვეიზე, ასე ვთქვათ. რა კაია, რა მიყვარს. ხო და ძალიან ემოციური გარდა საინტერესოებისა და ძალიან ემოციური სიუჟეტი მოამზადა ლოლა ჯიბლაძესთან დაკავშირებით ანა ზაქაშვილმა. ნახოთ? და ვნახოთ, ხო, მოდი მე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ამ სახლში არ მიხატია ალბათ ერთი 25 წელია და რაღაცა მართლა ბავშვობა გავიხსენე ახლა რა, ანუ მართლა სუფრაზე ვხატავ, ამ სუფრას იმდენი აქ ნანახი, რომ აი თითოეულ ყვავილზე რო ვიწყებ ფიქს, ახლა ეს სუფრა რა დღეში არის ჩაგდებული, ალბათ ერთი 60 წლის განმავლობაში. რაღაცა არის იქ ხა ნიუ-იორკში რო ვარ, ან სახლიდან სახლში რო გადავდივარ, ან რაღაც აი სულ მჭირდება რომ აი ყველაფერი ისე იყოს დაწყობილი როგორც მე მინდა და რაღაცა სტუდიო უნდა და შეიძლება ახლა სტუდიოში როცა შევდივარ 1-2-3 თვე მარტო რაღაცები ვალაგო რომ ეს აქ მომწოს თუ აქ მომწოს ფონჯი ესე უნდა იდოს თუ ესე იდოს რა და აქ სახლში რო შემოვედი ყველაფერი არის რაღაცა მე თვითონ მიზის შეგნით რა, ანუ უცებ ხო ხდები, ანუ ზუსტად ვიცი რა, ანუ არ მჭირდება რაღაც თებში გამოიღე, ანუ რაღაცები რაც იქ მჭირდება რომ ეს რაღაცა გარემოს შექმნა, აქ ყველაფერი არის და ნაკლებ რაღაცებზე მიწევს ფიქრი რა. 19 წელია აქ არ ვცხოვრობ. ყველაფერს მივედმოვედე ეგ სამსახიობოზეც ვისწავლე, არა სამსახიობოზეც ვისწავლე, იქ ფოტოგრაფიაში ვეცადე, ყველაფერი ვცადე რაც შეიძლება და რაღაცა წრე დავარტყი და ისე ხატვასთან მოვედი რა. ერთადერთი რაღაცა მართლა რაც გამომდის მე ეს მგონია. ძალიან არ მაინტერესებს დღევანდელი არტი რა არის, მართლა რაც მგონია რომ რაღაცა უნდა გადმოვცე, მაგას ვაკეთებდათ. მართლა ეს რაღაცა გადავწყვიტე რომ ვიყო ძალიან გულწრფელი, რასაც ვაკეთებ. თვითონ თემაც გულწრფელი იყოს, ჩემთან ახლოს იყოს და მე ეს თუ ვიღაცასთან ვიღაცას რაღაცა გულზე მოხვდება, მოეწონება, მე ძალიან ბედნიერი ვარ რა. ფაქტიურად მე ვხატავ და მე ეს ჩემი აღარ არის რა წაიღეთ. დაახლოებით 2 წელიწადნახევრის წინ აუტიზმის დიაგნოზი დამისვეს. ძირითადად სანამ დიაგნოზს დაგისვამენ, სხვისი ფსიქოლოგიით, აი სხვა ადამიანები, ვინც ყავს გარშემო, იმათი ფსიქოლოგიით მიყვები, რომ ის თუ აკეთებს, მე შემიძლია იქ რაღაცა და როგორც სხვა ადამიანებს ვაკვირდები, ზუსტად ისე რომ დავიწყეს საკუთარ თავზე ფიქრი, ანუ ნახატებშიც ჩანს. რასაც ვფიქრობ, ის ყველაფერი გადმოტანილი მაქვს რა. ეხლა ამ ნახატზეც ეხლა მამა ჩემი გარდაიცვალა დაახლოებით 1 თვის წინ და ეს თვითონ ეს ყვავილები
ეს კამი აქ სახლიდან არის, ღუბლებიც იქ რაღაცა პრინტი არის, თვითონ ჭერზე იქით ოთახში და რაღაც ეგეთ რაღაცებს ვიყენებდი და ეხა ეს ნახატიც ის არის რა, ნახევრად მიწაში ვარ ჩაფლული თუ რაღაცა, ბევრი ყვავილები გარშემო, ცოტა სხვა ფერებში იქნება ეს ყველაფერი და ცარიელი სკამი მიდგას გვერდით რა. ხო და ვერაფერს ვერ ვმალავ. დიაგნოზიას დამისვეს. რაღაც ჩემი თავის ამოქექვა დავიწყე და ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან პერსონალური ნამუშევრები მაქვს და რაღაცა ავტოპორტრეტები და ანუ 10-12 ავტოპორტრეტი დავხატე ბოლოს და გამოყენებული მაქვს ეს სახლის რაღაცა პატარ-პატარა დეტალები. ეხლა ვემზადები ახალი გამოფენისთვის, რომელიც იხსნება 5 ივნისს ნიუ-იორკში, სტუდიო 1609-ში. თვითონ შოუზე რა შოუსაც ვაკეთებდი, იყო უფრო post-traumatic growth, რა, ანუ რაღაცა ტრავმას რო გადაივლი და რაღაცა შენი განვლილი ცხოვრება, ხო, ყველას თავისი რაღაცა გულის ტკივილი აქვს, შეიძლება არა, ну რაღაცეები რა, უკან რო იხედები და მე როგორ, ანუ თუნდაც ვიღაცას რო დაშორდე და მე უცებ რო რაღაც გტკივა და მე უცებ იღვიძებ და ხვდები რომ რა ისწავლე იმ ყველაფრისგან, რა უნდა დაიტოვო, რა უნდა წავიდეს და გაუშვა. ესეთ თემაზე მივდიოდი და მე ეს მამაჩემი რო გარდაიცვალა, უცებ მართლა ბილეთი ავიღეთ 12 საათში გამოფრინდი თუ რომ მეგონა რომ რაღაცეები ჩავლილი მაქვს ცხოვრებაში და დღეს შემიძლია დავჭდე დამშვიდე და ვხატო თუ რაღაცა და ეს შოუ ავაწყო უცებ ესეთი ყველაზე საშინელი რაღაც მემართება ცხოვრებაში და ანუ შოუს ცოტა სხვა სახე აქვს რომ როგორ შეიძლება ანუ ჯერ გავლილი არ გაქვს ეს ყველაფერი და ალბათ შენთან ერთად დარჩება ყოველთვის ვერასდროს ვერ გადავახავ ამას რა სულ რაღაც ამ შრამთან ერთად უნდა იცხოვრო მაგრამ თვითონ შოუს მორალი რაც არის რომ თუ გული გტკივა ესე იგი გული გაქვს რა და რაღაცა მაგისკენ ვიდიო იმიტომ რომ სხვა ვერაფერს ვერ ვშვები აი ამ რამდენიმე წუთში ძალიან სწორად, ზუსტად და საინტერესოდ გვამოგზაურა თავის სამყაროში ძალიან საინტერესო გოგოა. ძალიან კარგი გოგო ხარ შენ მოვა და ბევრი წარმატება აუცილებლად შენ. ხო, ახლა ამ ხელა გამოფენა თვალ ბროდვეიზე არ არის პატარა საქმე და წარმატება რა თქმა უნდა და კიდევ ერთი სიახლე ნოდარ დუბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მომღერლისა და კომპოზიტორის ირმა სოხაძის ყველასათვის ცნობილი მიუზიკლი ზღაპარ ქალაქი განახლებული ვერსიით დაიდგა და სტუდია ენის მოსწავლეების, მოწაფეების მონაწილეობით ბავშვების ყველა საყვარელი გმირი გაცოცხლდა ასე სცენაზე და ეს სპექტაკლი უკვე წლებია რაც იდგმება და არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც და როგორ ჩაიარა პრემიერამ, მოდი ნახოთ ჩვენ სიუჟეტში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აი კიდევ ერთმა სტუდიამ, ჩემი ყოფილი სტუდენტის ნათია სუდაძის N სტუდიამ დადგა ჩემი ზღაპარ ქალაქი, თან ერთი კი არა, ორივე ერთად. ასეთი რამ ჯერ არავის არ გავუკეთებია. ორი ზღაპარ ქალაქი, ორივეს მე უკრავდი, როგორც იხილეთ აკომპანიმენტს. არაჩვეულებრივი რეჟისორი ყავდა ეხლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ტატა მეცხოვრიშვილი. და რაც არის ბავშვებთან ურთიერთობა და ის რომ ეს მუსიკა დღემდე მოწონთ, სიამოვნებით ცეკვავენ, მღერიან, ასრულებენ, ნუ ეს ჩემთვის რა თქმა უნდა ავტორისთვის ყველაფერია. ასე რომ დიდი მადლობა ეს სტუდიო, ჩემ ნათიას და ყველას, ვინც ამდენი იშრომა. წარვადგინეთ
მიუზიკლი ზღაპარ ქალაქი. ქალბატონი ირმა სოხაძე გახლავთ მუსიკის და ტექსტის ავტორი. ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი, მშობლები ბედნიერები არიან. პირველ რიგში ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და კმაყოფილები არიან. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ირმა სოხაძეს ესეთი მუსიკისთვის და ყველას მადლობა, ვინც ჩართული იყო ამ მიუზიკლის მომზადებაში. ძალიან საინტერესო იყო ქალბატონ ირმა სოხაძესთან და მთელ კოლექტივთან ერთად მუშაობა. მე თვითონაც ვთვლი რომ გავიზარდე. პირველი გამოცდილება იყო ჩემი ესე საბავშვო სპექტაკლის ბავშვებთან დადგმა. ვფიქრობ რომ საინტერესო წარმოდგენა გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა მთელ სადადგმო ჯგუფს და ბავშვებს, რომლებიც იყვნენ უნიჭიერესები და არაფერი არ დაიშურეს, რომ მთელი მაქსიმუმი ჩაედოთ. მე როგორც მშობელი ემოციებს ვერ ვფარავ ახლა იმდენად აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი წარმოდგენით. უდიდესი მადლობა ირმა სოხაძეს, ნუცა ჯანელიძეს, ნათია სუდაძეს, ელენე მელქაძეს. საოცრება იყო ზღაპარ ქალაქში, ასე ქვია ამ მიუზიკლს და ეს არის საოცრება. მე იმედი მაქვს, რომ რეგიონებშიც გავლენ ჩვენი ბავშვები და გაახარებენ მაყურებელს, იმიტომ რომ საოცრება იყო. ეს არის სიკეთით და სიყვარულით სავსე ადამიანები, ბავშვები და საერთოდ გარემო, რომელშიც დღეს ჩვენ ვარ. დიდი მადლობა ყველას. აი როგორი ლაღიც არის ირმა სოხაძე, ისეთი ლაღიც არის ყველაფერი, ხო მართალია? კარგია. მე მოზარდი ვარ, რომ არ შემიშვებენ ვითომ მოზარდი. შენ მოზარდი ხარ და პირიქით. ეს შეიძლება. დაგავიწყდა. კარგი, მაშინ მოდი დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენ დავირაზმოთ მოზარდში. დავირაზმოთ და ხვალ ისევ აქ, ისევ ამართ, ისევ ამ დროს მე და ჯერ ნიკოლასი ისევ თქვენთან ერთად გავატარებთ დროს. დროებით. ყავართ.